ესე ქეთუ მართალი ხარ ჯობია რომ აი ეს კარი ამოვაშენოთ და სამზარეულოში გავჭრათ ახალი ლამაზი განიერი მაღალი კარი ეს ამოვაშენოთ უთხრათ ბიჭებს და ამოვაშენოთ მაღალი კარი მეც გეთანხმებით ამრი გეფიცები აქეთ კარი აქეთ ამოშენება ხო აგურები გეფიცები ყოველ დღე მინდა რომ ლაშას უთხრა მაგრამ ვერაფრით ვერ გამოვიჭირებ ხიზელი ყოველ დღე ყოველ საღამოს მოდის აი ესე რაღაცნაირად თვრალი რაღაცნაირად ნასვამი დილით მე ნაბახუსებია მე ისევ ესე მიდის მობრძანდება ისევ ნასვამი დილით ნაბახუსები ნასვამ ნაბახუსები აი მე რა და მე მართლა მომნატრებია ესე რო აკეთე. ო თავრიცერეთ მიცაი რაღაცა შესაფერის მომენტს ველოდებოდი ხო ეხლა მომისმინე შენ ხო ძალიან გინდა რომ აქედან აი ეს კარი ლამაზია ესეთი რაღაცა აგურებით და ესე ამოვაშნოთ კარი მე სამზარეულოში აქეთ ამხარეს მინდა ხო აი ესე არია ხო მომისმინე მე დღეს ლაშიკოს დაველაპარაკები აუცილებლად შენ ბახოს შენებლად გადაუბრიალე ეს თვარები ეს საქმე გამოვა გადაუბრიალე და გამოვა ეს ხო ისე კარგი ნუ ხო რა დაგემართა ჩაგიყვან ბარში ჩაგაყურყუტებინებ ერთ თულს და მოხვალ აზრზე რა დასალევად მიდიხარ ადამიანო კიდე აგაგიჟდები არა კეთებან ჩასაყურყუტებდა შეხედე ბახო რა დღეში ხარ შენ როგორ ხარ მოდია არა შენ ხდები რომ ძალიან ბევრს კარგი რა თამარ რა ბევრს ასვამ სამჭიქაში ძინავს უკვე მომისმინეთ ბახტან ბატონო რომელ საათზე მოხვედი სახლში გუშინ 2:30-ს 3-ზე ბაიმე შენ რომ მითხარი პირველზე მოვედიო კეთება პირველზე დავიშალეთ მაგრამ ვახო ისეთი მთვრალი იყო ეზოდან 2 საათი ამოდიოდა ბახო ნახა ის ხა მაკლია რომ მათესავით ესე ეზოში დაგეცინოს ასპიკეთებ ეხლა ამ მდგომარეობაში როგორ შეიძლება გადარჩი არ დაუნახე გაწუხე არ მინდა მე გეუბნები მისკდება თავი ცუდათა ვარ ნაბახუსები ვარ ჩავიდეთ ახლა ქვემოთ ბარში კი ბატონო ლუდი დავნიოთ მე ამოვიდეთ და მე მოვისმინოთ რა ეს საყვედურები აღარ შემიძლია ჩემი ლაშიკო არსადაც არ მოდის ლაშიკო შენ ხო შეფირდი გემუდარები შენ ხო მითხარი რომ აი ეს კარი ესე ლამაზი აგურებით ესე კარგად ამოვაშენოთო და აი შეხედე მომისმენ ხო ხედავ აი სამზარეულოში აი იქით აი ესე კარს ამოვჭრიო ხო თქვი შენ ხო შემფირდია ლაშიკო გეხოცები არსადაც არ წამოვა ლაშიკო გემუდარები ვახო ერთ ზუთი აქ რა აღარ იქნება გაქს კარები არა ეხა რა არ მოგწონს კარგი კეთ თამა რას ქვია რა არ მოწონს და უკანასკნელ გასაქცევს უკეთავთ ბიჭს ლაშიკო გეხოცები გემუდარები ეს ჩემი ოცნება ამისრული აი ეს კარი ამოაშენე იგაჭერი კარი და დღეს საღამოს უგემრიელეს ნაყინის ტორტს გაგიკეთებ ამოვაშენოთ ხო ამოვაშენოთ და იქით გავჭრათ ქესევა კი ბატონო არ არის პრობლემა შენი ხათრით გავაკეთებ იქ ნაყინი და შოკოლადი და ტორტები და არაფერ შუაში არა ისე ნაყინი რო იცოდე შოკოლადის მეყვარს დიდი მადლობა დიდი წარბები მიხარ ვაპირებ ხო წადი და მე საღამოს მოდი სახლში ხო კარგი წამოდი მოიცა ვახო ხომ მეხმარები ისე შენ ამოვჭრათ და მე აღსანიშნავი ფაქტიც გვექნება ლაშა მოგეხმარები ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ ერთი პირობით რა თავი მისკდება თან ძალიან ცხელა ხო და კარს თუ გადავიდეთ და გავაკეთებ მაცივრის გავლით გავაკეთოთ თქვენ ხაჭაპური შეუკვეთეთ ფორთოხლის წვენი და ორი ნაჭერი ნამსხვარი ხო? დიახ. ხო აი გამომართვით თქვენი ანანასის უშაქრო წვენი და დიეტური კექსი. ეს რა არის? დამიჯერე, შენთვის ესე ჯობია, დამიჯერე, რასაც გეუბნები. ბეტონ ხარ?
არა, ზღვაზე ვარ წასული დასასვენებლად. ხო, აქ ფარაბა სადო რა იყო რა, დათო ხო არ დაინახე რა, ახასიათზე. რატო ბათუმში წავიდა? რატო ნაწყენია? ცოტა ნაწყენია. სამაგიეროდ ამირანი მიხდი და დიდ მადლობებს შენ რო უარი უთხარი მე წამიყვანა ბათუმში დასასვენებლად. ვაჰ, რა კარგად თქვი, რა კარგად. ოჯახ წამოდი სამზარეულოში მომეხმარე არა, რაღაცებს. ამცალი აეროპორტში უნდა წავიდე. რატო აეროპორტში რა გინდა რა ხდება? სამანტა ჩამოდის ესპანეთიდან ჩემი მეგობარი. მართლა, სამანტა. აჰა, შენ და რა მაინტერესებს? დარწმუნებული ხარო თბილისის სანახავად ჩამოდის, ჰა? Adelante Samantha, adelante Samantha. რა დავიწყე? ხედავ რა ძმა ყავს? ჩემი პროფილის სანახავად ესპანეთიდანაც კი ჩამოდის ხალხი. როგორ შეიძლება ყველა ჩემი დაქალი მოგწონდეს, თან სამანტა არც გინახავს. მე ვინ გითხრა რომ სამანტა მომწონს? სამანტა უკვე მიყვარს მე. კარგი რა მომაფიქრებინე, საწავიყვანო და რა დავათვალიერებინო. ვის? სამანტას. სამანტა, როგორ გელის პატა. იცი რა ვქნა, საწავიყვანო და თაწმინდაზე ავიყვანოთ. მუზეუმები დავათვალიერებინოთ, ნარიყალაზე წავიყვანოთ, დავათვალიერებინოთ, ბოტანიკურში წავიყვანოთ, რა ვიცი, ვერ მოვასწრებთ, მაგენ დრო არა აქვს. აბა მაშინ 133 ნომერ მარშრუტკაში ჩავსვა და 1 საათში მთელ თბილისს მოვატარებ, საბარაგაოდ. ავედი მე თორე დამაგვიანდა. ხო, ისა, კარგი, რა დაგაგვიანდა, რომელზე უნდა ყოფილიყავ? 12-ზე. 12-ზე მე რომელია? რომელი საათი? მე მგონი 2:30-ია თუ რაღაცა, აბა. ხო და რომ მივხვდი რომ მაგვიანდებოდა, ზურაბიძეს დაურეკე აეროპორტში და უთხარი რომ ის შეერჩერემეთ კი ვითომ რაღაც დარღვევა აქვს და მე რომ მივალ გამოუშვებს. ვითომ მე ველოდებოდი საათ ნახევარი. კარგი, მიდი და მე შეხვდებით სადმე, მიდი, კარგი, წადი. ხალხო მაპატიეთ, უნდა დავიკეტოთ რა სამანტა ჩამოდის, სამანტა ფერაძე და მაპატიეთ უნდა გავზენდე ძალიან. აჰა, საინტერესოა. ვიდეო ხმალობ. ამ ყვავილების სილამაზე, თქვენ სილამაზესთან რა მოსატანია? აჰა. ძალიან ესეთი პოეტური ხელწერა. ძალიან მაინტერესებს ვინ გიგზავნის ამას. თუ მე გამომიგზავნეს ეს ვარდები. არა, ჩემ ოთახში აღარ ეთეოდა და აქ შემოვიტანე. აჰა, ძალიან კარგი. როგორ მაინტერესებს ვინ გიგზავნის? მეც მაინტერესებს. მომისმინე, ესე იგი, არა აქვს მნიშვნელობა წვიმს, მზეანათებს, თოვს, იგრევა ყველაფერი, ყოველ დღე რჩეული ვარდები შენ მოგდის ასე გიგზავნის ვიღაცა. მე მგონი მურტალოს უყარხარ. უკვე 3 დღეა აღარ გამოუგზავნია. რას მენდაბარაგი? ეს კაცი როზის გარეთ მოსაცდელში თქვენ დაიბარეთ? არა. აბა ვინ არის ჩუმაძის და ხმას არ იღებს? ფურცელი ხო არა აქვს? კარგად შეამოწმე, თუ ფურცელი აქვს შეიძლება ეგ კაციც შეგამოგიგზავნეს. აი, ხედავ? მომისლე, ნოდარს არ დაურეკავს? ნოდარი აქედან არ რეკავდა, თავის ტელეფონი და ლონდონიდან დარეკავს? აი ეს ფურცელი დაგიტოვათ, ხელია მოსაწერი. რა არის? აჰა. კარგი. ვა, ნახე, შეხედე, რაღაცეები ჩაუსწორებია თავისით. თან წითელი კალმით ყოველს დასანახად. ხო, ესე იგი შეცდომა 3000-ის ნაცვლად უნდა იყოს მოცემული პროცენტული და ანგარიშება და სასოქონლო ზედნადები. შეცდომა აღმოაჩინა და გაასწორა ნმგელაძე. ნოდარ. ვაა! ერთი ხელით არის დაწერილი. ესე იგი. მე შემოდი ჩემთან. ვაა, ნოდარი ვითომ? არა, მერი და ნოდარი ერთად ვერ წარმომიდგენია. არა, მერისთან ერთად ვერავინ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ნოდარი ვითომ? მე ზახთით. მერი, რა თქვი შენ? 3 დღე არ გამოუგზავნიათო, ხო? ეს ყვავილებიო. დიახ. ვის შეიძლება იყოს? მე რა ვიცი, უკვე გითხარით რომ არ ვიცი. და შენ ვინ გინდა რომ იყოს? ჩელენტანო. გავს ხო იცი? ამისთვის დამიძახეთ? ოღონდ მოყუთქუნდა ცოტა.
ვა რა მაგარია, ნახე რა მაგარია, ნახე რა მაგარია, ნახე, ვა, გისმენ, აი. სირცხვილია გაახედე. რა უნდა გავახედო, ნახე რა მაგარია, კაცო, მაგას სხვა რაღაცეები დაათვალიეროს დამანებე თავი. სამანტა, ხეებს უყურს უთხარი. სამანტა, ნახე რა უცხო ხეებია, უცხო ხეები. უცხო ხეები მიდი გადაუთრული. ეს რა არის? ნახე, ღიაუზი, შეზლონგები. ვა რა მაგარია, ნახე რა. ეკა მოდი აქ ერთი წუთი. მოდი ერთი ნახე რა აუზია, მე სხვა არ ვიარო, სად არის მითხარი? რა აუზი, გამოდი. Samantha, ven aquí. Toma. Abusi. Ay, qué belleza. Hay muchas iglesias. Sí. ¿Hay iglesias? Casas antiguas preciosas. ¿Y qué hay por ahí? Parque tilze megitxeba რა არისო და რა უთხრა? უთხრა რომ ეგ აზერბაიჯანია. უთხარი ხო? ¿Y aquel edificio redondo qué es? ის მრგვალი შენობა რა არის? ის მრგვალი შენობა ალბათ ფილარმონია, ხო? არა, ფილარმონიაზე არ გეკითხება. მაშინ ცირკი იქნება, რა ვიცი. ცირკი იქით არის, აქეთ იხედება. აბა ლაშა ყოფილა მაშინ, აბა რა ვიცი. Es una ciudad preciosa. ძალიან ლამაზია. რა ლამაზიო? ქალაქი ლამაზია. უთხარი რომ შენ ძალიან ლამაზი ხარ, სამანტას უთხარი ხო? გადაგიღეთ ფოტოს Vamos a hacer una foto, ¿vale? Ale, foto. ხო, მე ვიტუ foto, სამან por favor. აბა ეკა მომისმინე შენ საბურთალო ვიხდება თუ ვაკისკენ ხო არ გადავიწიო ცოტა მითხარი, ჰა სამანტა. პროფესია არ დადგერო თბილისის სილამაზე არ დაჭრდილო. კარგი მიდი გადავი სამანტა. კარგი მისვენე. Ajá. A ver. ¿Ah? Es que me encanta Tiflis. Bien. ძალიან მომეწონა თბილისიო. ხო და თუ თბილისი მოგეწონა სამანტა, ეხლა მე მოგიყვები ჩვენი თბილისის დაარსების ისტორიას. მოკლედ შენ გადაუთმე სამანტა. მოკლედ ესეთი რაღაცა მოხდა. ჩვენ მყავდა მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელმაც ააშენა ეს ჩვენი თბილის ქალაქი. ეხლა მარტომ კი არა ააშენა, სინამდვილეში ხალხი ეხმარებოდა, მაგრამ ეგრეა რა თქმულებაში, ხო? ხო და რა მოხდა ეხლა რა? სამანტა მოფრინავდა ჩიტი, გაიგე, ეს ჩიტი მოფრინავდა და ბატონმა მეფემ აიღო და გადაასხა მდუღარი წყალი ამ ჩიტს, ხო? ხო, მე ეს ჩიტი ხო დაიფუფქა, გაიგე, დაიწოდა რომ დავარდა ეს ჩიტი, მივარდნენ ეს ხლებლები და ჩვენი ბატონი მეფე ვახტანგ გორგასალი და ხლებლები ეუბნებიან სამანტა რომ ბატონო მეფეო, დიდო ეტყობა, დიდი იყო და იმიტომ უთხრეს, გაიგე, ესე ქვევიდან აძახეს რომ და იმანა ზევიდან ესე ხო, მეფემა ზევიდან ესე გისმენთო და უთხრეს რომ ბატონო მეფეო, სადღაც წავიდეთო, ბარე მოაქავაშენოთო ქალაქიო და თუ ხელები დაგვესრებაო, ბალემ თბილის ხელისწყალი საქარიო, გაიგე და ხელებსაც გადავიმატ ხელისყრითო, ხო, ეგრე უთხრა. ეხლა უთხარი შენ რომ თბილი არის თბილისი კი არა, სიტყვა თბილი ნიშნავს თბილს ქართულად და ეხლა შენ კითხე მაგათ ენაზე როგორ არის თბილიან ცხელი ან რაღაცა მიგიგეთ. კალიენტე. სამანტა მომისმინე, აი თქვენ მეფეს რო დაეწვა ესე ჩიტი რო დაიფუფქა წყალი რო გადაესხა, თქვენ იქნებოდა კალიენტესი მე გაიგე, ხო? კარგი რებს ბოდიალობ. მოდი მარანში წავიყვანოთ რა, ძალიან აინტერესებდეთ ქართული ღვინო გავასინჯოთ. მინდა რა ეკა რა მარანი რა მშია, ძალიან მშია. წამოდი და ქართული ღვინო კი არ გავასინჯოთ, ქართული ჩებურეკი და ქართული შაურმა გავასინჯოთ სამანტას, ხო? კარგი რა, ხო იცი რომ ცოტა დრო აქვს და რა გჭირს, ჯერ მარანში წავიდეთ და მერე წავიდეთ და ჭამოთ. კარგი, მაშინ დავამთავრებ ისტორიას, თბილისის ისტორიას და მერე წავიდეთ. სამანტა. Por favor, Samantha. ხო, გები. Samantha, მოკლედ ესეთი რაღაცა მოხდა, რომ ვინ აი ჩვენი თბილისის სილამაზით, ჩვენი ქალაქის აი თბილისის სილამაზით ვინ არ მოხიბლულა Samantha, ესე უთხარი. ვინ არ მოხიბლულა მე-19 საუკუნეში აქ ამოდიოდნენ მწერლები, აქ ამოდიოდნენ პოეტები, აქ ამოდიოდნენ მხატვრები და ტკბებოდნენ ამ თბილისის სილამაზით და ისე რა მოწონდათ მე-19 საუკუნეში შუქი აქ არისო, განათებული ქუჩები აქ არისო, არაფერი აქ არისო. რა მოწონდათ ვერ გავიგე. ხო და Samantha, რას გეუბნებოდი აი ამ სილამაზით, აი ამ თბილისს რო უყურებ, ხო? სიმღერა მოგინდება, აი, როდესაც თბილისს გადახედავ, მოგინდება რომ იმღერო. აი მაგალითად წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო. რა ასქვია ბამო, სად მიდიხარ, კაცო? ¿Qué pasa, Samantha? Por favor, ¿qué pasa, Samantha? აზრი არა აქ ამათ. ერთი ის მწვანე ის რო ეცვა ერთი თუ წავიდა იქ აუზე რო იყო ერთი გავხედოთ ამას. შესანიშნავი ნამუშევარი გამოგვივიდა. კედელი ამოვაშენეთ. იქაც გავჭერით.
თავარი დაგვაუწყდა ლაშა. რა და მე რომ ნაბახურსები ვარ და თავი რომ მისკდება ეს. რა ხარ ვახტანგ მარაცკებია რა ხარ. ო, ეგ არის, მაგრამ მიდი ახლა. გამოიტანე შენ ლეგენდარული არაყი, მიდი. ძმა ხარ რა. ძმა ხარ. რა იტეხეს ეს კარების გადატანა იქითკენ და უნდა ვარტყა წრეები. ახო, მოიცე. შენ იცი მე რა გავაკეთე? რა გავაკეთე? საიდუმლო სარკმელი. რა სარკმელი? აი, უყურე. ეს რა? ეს არის რა? საიდუმლო სარკმელი. ყოფილა. კი, საიდუმლო სარკმელია. მიდი და შენი არაყი გამოიტანე, მიდი და თან რაღაც საჭმელებიც გამოაყოლე. აი, მიდი. მაგარი ვარ რა, მაგარი. დროც დავზოგე და ენერგიაც. როდის მოასწარი ამის გაკეთება? როდის ვახო გითხრა? შენ რომ ნაგვის გადასაყრელად იყავი ჩასული, აი, მაშინ. მოდი მოგაწვი და მომეც. ეს არაფერი. ახლა გამომთვი. ესე. ეს ყველი და ფხალი. ყველი? ხალი. დადე, სოკოც არისო. მიდი. ესეც სოკო. რამდენია ჩემზე უფროსო? არა, ეგრე კი არ უნდა გითხრა. რამდენია ჩემზე უმფროსო? მოიგონები ხარ რაღაცას რა? მიდი, ბიჭი ხარ. მოიცა ვახო. ისე, ვახო. რო გიყურებ ახლა გიწოსები გაკლია რა. ზედამხედელი ყავს და მკაცრი რეჟიმიც გაქვს. ვახო. რა იყო? მოდი აბა, გამოძერი მადე და თუ გამოეკევი. რატომ და გამოვძრე ახლა ვითომ აქ რა გავგიჟდი თუ რა არის ახლა? არა, დაგჭირდება. დამიჯერე, მე რო თამარის ხასიათი ვიცი, დაგჭირდება. მიდი. ისე მართლა საინტერესოა, მოიცა? მართლა მოიცა. მოდი მომეხმარე აქ და რა კარგად აუგრილებიათ ნახე, კარგია რა გიქნი. ისმე. სამანდას უთხარი რომ ჩემი ძმა სომელიეა, მეთქი დაბა შენ იცი. სომელიე? ხო. არა ისევ გავარ სომელიეს, მაღალი გამხდარი დიდი ცხვირი ფართონესტოები. კარგად რომ შევისუნთქო ეს ღვინის სუნელი სამანტა. Oye chicos, ¿qué vino es este? რასტეო? Samantha საინტერესებს ეს რა ღვინოა? ეს რა ღვინოა და კარგი ღვინოა. მე რა ვიცი რა ღვინოა. ეს მეკითხები ღვინო როგორ კეთდება ისიც არ ვიცი. ახლა წამოდი რა ისე მთაწმინდაზე ავიდეთ იქიდან გადმოვახედოთ ადამიანები. კარგია, მესამეჯერ ხო არა ვიყავ, დაიზეპირე უკვე შენობები. მიდი სომელია, მიდი. რა სომელიე, საიდან მოიტანე რა უნდა უთხრა ახლა ადამიანს რა უთხრა ვერ გავიგე. მიდი რაღაცა გადაუთარგო, ახლა ესე ხوار და რა გადაუთარგო? მოდი გავიღიმები. ვაიმე, კარგი ხო რაღაცას გეტყვი, კარგი ხო, აბა სამანტა. ესე იგი. აი ეს ღვინო არის 5 წლის დაძველებით უთხარი. Tienes 5 años. ხო. მე ეს ღვინო არის 10 წლის დაძველებით, ხო. აი მე მგონი დავთვლი. ეხლა ეს ღვინო კიდე არის 50 წლის დაძველებით. 50 años. ხო. ეს კიდე მე მგონი დავიწყე აქ რო ინახავენ ამ ღვინოებს. Papá, რამდენი ხანი ღვინის შენო 50 წელი და 100 წელი ვის გავუგე ღვინის შენო. Los georgianos también tenéis vinos muy buenos. უი, რა? ქართველებსაც კარგი ღვინოები გაქვთო. კი, კარგი ღვინოები გვაქვს, ცოტა მომეკიდა და ისე უთხარი რომ სამანტაც კარგი გოგოა, რო იცოდეს ისე. რა ბედნიერი ხარ, სამანტა ქართული რო არ გესმის. ¿Has dicho algo? Nada. ატომ ეჩხუბები, რა გავაკეთე? რაღაცა, რა ვიცი, ეს არის ყანწი, აი ეს არის ყანწი, უე. აი ეს არის ყანწი. სამანტა სამანტა. რა ბუმეთქი რა რა გინდა რატომ ეჩხუბები ეკა დადეკრები ხარი არ ეგონო და დაშნა არ გიჩხლიტოს დადე ¿Qué es esto? ეს რა არისო ეგ რა არის ეგ არის ჩემო სამანტა ჭინჭილა ხო ეგ არის ჭინჭილა
ჭინჭილა, აი გვაქვს აქ ორშიმო, ჭურის გვაქვს აქ, მიდი გადაუთარგმნე რა. რა გადაუთარგმნო, რასაც მეუბნები, მე თვითონ არ მესმის ეგ სიტყვები, რაღაცა ისეთი მითხარი, რაც მე ვიცი. კარგი, მაშინ ჩემო სამანტა, მოდი ამ ჭიქით სიყვარულის გაუმარჯოს. ილეკენავება მუნჩო. რო? გაიგე რა თქვა? არა, კარგი ბიჭიაო? არა, მეტი აღარ დალიოსო. მეტი აღარ დალიოსო. რა არ უნდა დავლიოს სამანტა, რას მელაპარაკებ? ჯორჯიან ვაინ, გუდ ვაინ. ესპან ვაინ, ვაინ რა. რა იქცევი? ანაირად ვიქცევი, ეხლა ფერფლად გადავიქცევი, ეკაიცოდი. ეხლა სამანტას უთხარი შენ რომ უნდა ვიმღეროთ აუცილებლად ქართული სუფრა, ეს სიმღერის გარეშე ხო საერთოდ წარმოუდგენელი რაღაცაა, ჩემო სამანტა, მრავალ ჟამიერ, ნანინუნები, გაჩუნდი. ბრავო. წავა, ჩემ თაწმინდენა გადმოვიხედებით ისევ. ვამოს სამანტა, ვამოს. რა თავშავე ვერ გავიგები და ადამიანი გამამხირულებინა გეوار ჩემთვის ¿Por qué Samantha? ¿Por qué Samantha? Nani, me comparti un poco. მიდი. ვერა. მოიცა. არ შეიძლება. არაფერი გამოდის გავიჭერე მე მგონი. შენი ბრალია ვახო, შენი ბრალი. სად მოძრებოდი მითხარი რა? ნელა. რაც უფრო გაიხები, მით უფრო გაიჭედები. სად მოძრებოდი მითხარ, სად მოძრებოდი? შენი ბრალია. იყავი ახლა ეგრე. ჰეი, კარგი ხა გამოდი მიდი. მაიმუნო ფეხლა რა გეუბნები რა. მოდი მომეხმარე მიშველე რა ვქნა ვახ მე მიხარ რა ვქნა მითხარი მე სტომატოლოგი კაცი კი ვარ მაგრამ კედლიდან კაცის ამოღება არ ვიცი მე მიდი სამაშველო სამსახურში დარეკე მიდი შკარა დარეკა დავრეკე უკვე მიდი მე რა უთხარი მიდი მოდით მაგრა გაცინოთ მოდი ახლა რა მოგივიდა და ღირსი ვარ რა ვაიმე რა ვქნა ვახ მითხარი ახლა იმათმაც რომ ვერ მიშველო მე რა ვქნა რა უნდა ქნა და ეგრე საათი ხო გიკეთია ხელზე ხო და ყოველ სულ საათი გუგუ იძახე აი ხო მიდი გენაჩალე რა მნიშვნელობა აქვს შენთვის შენ არ საქმეს შენ არა გაგდა არა სამსახურიდან რომ დამირეკორ მე და რომ მითხრა მოდიო რა ვქნა მე როგორ მივიდე არ წახვიდე ვახო რა დგინე ახლა სამსახურში სიარული აქ იმუშავე იყავი აქ აგერ კედელზე კიდე არის ადგილი იმ შენ შალვასაც მოვიყვან და სადაც მეტყვი გავარჭობ მაიმუნო რაღაცას მაიმუნო ადაკი ახლა რა მოგივიდა მოდი მომეხმარი და მელეცა ყველაფერი მოდი რა მოდი კიდე ერთხელ ვსიჩოთ მოდი მიდი არა ეს არ გამოვა მოდი იცი და ქენი ხარა ვიფიქრე აბა შენ შედი ჩვენთან ოთახში ფეხებზე დაკაჩე ხო და იქნებ უკან მაინც გავიდე თორე წინ ვეღარ მოდივარ რა დამელეცა ნეკნები აღარ შემიძლია მიდი კარგი ცოტა გავერთო ღუტუნის დრო მოვიდა რისი დრო ლაშა მოდი ერწავს ლაშა მოდი ერწავს მოდი რა ერწავს რაღაცა ვაიმე ცუდა თავარ მეგონი ბევრი დავლი რა ხდება არ შეგეშინდეს პატა მე ვარ ვახო ბიჭო ამათ უყურე მე მგონისი 3D სურათი გადაუღია ნახე რა მაგარია უყურე ნამდვილის გავს ნახე რა მაგარია ვაიმე რა ახლა სურათს მოგცე მე ნორმალურად ლაპარაკი არ ჩავმიყვანო მან უყურე ერთი ამას უიმე ნამდვილი ყოფილა როგორ ახალ პატა რა როგორ არის ცუდად რა არის ვერ გავიგე რა ვერ ხედავ არა ვახოს ნაწილი რო ხედავდა რა თუ რა მოხდა რა თამარმა ისე ხო არ გააბრაზა რომ იმანას გამოიქნა და გაარჭვა აი რა ხდება მოდი არ მოგონიბრაზდები ეს გაიყვან ახლა იქეთკენ ჩქარა მიდი კარგი რა მოგივიდა დაიბნა ბიჭი ახლა ვიაგიხსნი ყველაფერს მოკლედ ქეთევანმა მთხოვა რომ ეს კარებლიო ამოაშენეთ ეს კედელი და იქით გაჭერით სამზარეულოში ხო და აგური დამაკდა და აი
თუ შენც ისე მოგივიდა ის კედელი გენგრეოდა და ვახო ჩააყოლეს ურემის სიხესავით, ჰა? ეგეც რაღაცა ისე. ესეც რომ იმას დაგიწყებს მაიმუნობასა. ისე რა მაგარია, ეხლა რომ უყურებ ბიზნესს მოდი აქ რა უნდა გითხრა. ბიზნესს რო აქ ტახის სურათს ჩამოკიდებული იმას გავს მაგრად ესეც. აი მე. ფიტოს. ო, ტახის სურათი კი არა, ფიტოლი. ტანი. კი, ნანადირებს. ო, იცი კი გავს ესეც ნანადირებს, ხო იცი. ოღონდ თამარის მონადირებული. აუ, თამარი, ესე რომ ნახოს, ეხლა თამარმა გაგიჟდება რა, გაგიჟდება. ისე ვახო, თამარი კი არა, კეთევანი გაგიჟდება. რა ავეჯი უნდა მოგიხამოს ეხლა, შენ უნდა შევწვალო მთელი ავეჯი. ვახო მომისვინე რაღაც უნდა გთხოვ გეხო წები, ცოტა ხანი გაჭედილი არ გამოხვიდე გთხოვ რა. ჰა. ვერ ახარ ხო შენ? ეს ვერ არის ხო? ნუ ეხლა რა მომისმინე რატო ვერ ვარ იცი რა ხდება კაცო ეკას ჩემთან ჩამოვიდა სტუმარი ესმაინთან სამანტა გაიგე და სადაღარ წავიყვანეთ რა არ ვაჩვენეთ ვერაფრით ვერ გავაკვირდეთ ჩამოვიყვან ამას რო ვაჩვენებ ესმაინზე გავუკვირდება ალბათ მე რა ვიცი თან ვეთქვი რომ ესეთი ვითომ ქართული ტრადიცია გაიგე და გავუკვირდება ალბათ აბა რა ეს როგორ არ გაგიკვირდება კარგი აზრი ეს ბადა კარგი აზრი მოიყვანე ეს სამანტა ხო სამანტა მოიყვანე და უთხრათ რომ ესეთი ქართული ტრადიცია გვაქვს წროდ ჩავა მე თავის სამშობლოში რომ დაბრუნდება გადაირება და მოგვაწყდება ტურისტები მართალი ხარ ჩვენც რა გვენაღლება მე ზაფხულში ბათუმში გავარჭოთ ვახო ზამთარში კიდე ბაკურიანში და შენ მიდიოდი ხო შენ ხო მიდიოდი ხო ხო და მიდივარ ამას დაგიტოვებ ისე ბადა წამოდი მე და შენ ლუდი დავლია ლუდი ვაიმე ხალხო ნაბახუსებზე ვარ მე და ამომიტანეთ რა მეწლუდი რა ახო ისე ნაბახუსებზე კი არა კედლიდან ვერ გამოდიხარ შენ და ნაბახუსებზე გამოხვალ ჰა ვახო ისე მართლა როგორ უხდება არ წახვიდე და მალე არ მოვაჩვე ხო ნოდარ გავიგე ნოდარ რომ პრინც უილიამის ცოლი არ მოწონს ბიცოლამის გავიგე რამდენჯერმე არ მაინტერესებს არც ეგ არ მაინტერესებს რა გაზეთებს იწერს პოლ მაკარტნი არ მაინტერესებს და რა ვქნა არა ნოდარ არც ეგ არ მაინტერესებს რა ღირს სამოთახიანი გასარემონტებელი ბინა ნორვიჩში არ მაინტერესებს რაც მაინტერესებს იმაზე დამელაპარაკეთ ხო კაცო რამდენჯერ უნდა გითხრა რა ჰა დამელაპარაკე რაც მე მაინტერესებს იმაზე ვილაპარაკოთ კარგი ხო კარგი ნოდარ ერთი წუთი არ გამითიშო ძალიან გთხოვ რა ერთი წუთი ხო იცოდით თქვენ ეს რა უილიამის ცოლი რო ბიცოლამის არ მოწონს არა დილით ხო მოაწერეთ ხელი ახალი მშენებლობის პროექტს ხო და გაირკვა რომელი სახლი უნდა დაინგრეს პირველი ხო რა მოხდა მეგრე რა მოხდა პროექტია ასეთი რომ უნდა დაინგრეს ძველი корпуსები და აშენდეს ახალი корпуსები დიდი ამბავი ხარ რა გაციფრებული მიყურებ რა მოხდა გაირკვა რა უნდა დაინგრეს ხო და ის სახლია რომელშიც თქვენ ცხოვრობთ მე ჩემ რომელი სახლი კაცო მე სადაც ხო ვაიმე მომკლავენ ღლონტები კოტაძემ თქვა უკვე გადაწყვეტილია და ძალიან მალე დაიწყება გამოსახლებაო ნოდარ რაგის ნორვიჩში ბინაო